Telemaყურებლებო, ეთერშია გადაცემა აუგუსტი, ჩემეკინის სამყონი ანა ორსკი გახლავთ. Დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ მედიცინის მუშაკთა პროფესიების პრეზიდენტი ბატონი ჯონი ჯანაშია. მოგესალმებით ბატონო ჯონი. გამარჯობა. დიდი მადლობა მობრძანებისათვის და რომ გამონახეთ გადაცემა აუგუსტის ქუჩისათვის. ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება თქვენ გადაცემაში მონაწილეობის მიღება და საერთოდ თქვენს ტელევიზიაში სტუმრობა. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო ჯონი, მოგეხსენებთ გადაცემა აუგუსტის ქუჩის თემა არის ბავშვობა. და თქვენს ამ კითხვით მოგმართავთ, როგორი ბავშვი იყავით, რა გიყვარდათ ყველაზე მეტად? ეს არის ამ კითხვას ზოგადად ყველა სტუმარს უსვამთ ხოლმე ჩვენ. მოგვიტევით. როგორ გითხრათ, ჩვეულებრივი ალბათ. მშობლებისთვის ალბათ სხვებზე უფრო ცელკი, სხვებისთვის ალბათ სხვებზე წყნარი და მშვიდი, თუმცა არც ერთი მოკლა, არც მეორე და საერთოდ ჯამში რო გითხრათ, რაღაცა ამოვარდნილი ვიყავი კონტექსტიდან, ასე არ ყოფილა. თუმცა ჩემი სიგიჟეები მეც მქონდა და ყველა ბავშვს აქვს რაღაცა თავისი უცნაურობა. მოგეხსენებათ, ყველა ბავშვი მშობლისთვის არის საოცრად ნიჭიერი და ალბათ მეც გავდიოდი ამ კატეგორიაში, თუმცა რაღაცა ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ მქონია. ბავშვობაში ვცეკვავდი საკმაოდ კარგად და დიდხანს, როგორც მეუბნებიან, კარგათო. ქორეოგრაფი მეუბნებოდა ჩემი ბატონი რობერტ დარახველიძე, რომ ამ ბავშვს ან უხდება ცეკვა და არ უნდა დაანებებინო თავიო. თუმცა მე მოიტანა დრომ და სიტუაციამ და რაღაც ალბათ ჯანმრთელობის გამოც, რომ ცეკვას თავი დავანებე, რაც ძალიან ესე დაღად დაამაჯდა მე, იმიტომ რომ ბავშვობაში რომ მეუბნებოდნენ, რომ წავდი იქ, წამოდი აქეთ, მე ცეკვით მოვდიოდი და ალბათ ცეკვის ილეთები იყო ყველაფერი ის არსენალი, რითაც მე მოძრაობდი და სულგმულობდი. მეტი რა გითხრათ, ცოტა სხვატავდი. მერეც, იმიტომ რომ ერთ-ერთი ოცნება ის იყო, რომ არქიტექტორი გამოსული ხავი. ხო, იყო შემდეგ დასასმელი. კარგით მაშინ ეთყობა ძალიან ბევრს ლაბარაკობთ. პირიქით როგორ გეკადრავთ ბატონო ჯონი? ანუ ბავშვების მიზანი რა იყო თქვენი ეს არქიტექტურობა თუ? არა, მე ხე გეტყვით რა არის ანუკა საქმე, რაშია საქმე. მშობლები ექიმები არიან და საერთოდ ექიმების ოჯახში გავიზარდე და ირგვლივ ვინც მეხვია ყველა აბსოლუტური უმრავლესობა ექიმი იყო და რატომღაც ბავშვობიდან იყო ეს ჩაჭედილი ჩემს გონებაში, რომ სადღაც უფრო მეტი ექიმობისკენ უნდა წავსულიყავი. თან ხელს მიწყობდა ის სიტუაცია, რომ ირგვლივ სულ წიგნები რაც იყო, ძალიან დიდი რაოდენობა იყო სამედიცინო წიგნები და ხშირად მიგრძალავდნენ კიდევაც ამ წიგნების აქტიურ თვალიერებას, განსაკუთრებით გინეკოლოგიის. ხო და ქმედება უკუქმედების ტოლია ნიუტონის მესამე კანონის თანახმად და რასაც მიგრძალავდნენ, იმას ვაკეთებდი. ამან გარკვეული ინტერესიც გააჩინა ჩემში მედიცინისადმი. თუმცა ეცით გარკვეულ პერიოდში იძალა იმან, რომ ძალიან კარგად ვხაზავდი, როგორც მეუბნებიან. არქიტექტორისათვის. დიახ, ეს ერთ-ერთი მთავარია. არა უშავს ისევ ხატავდი, თუმცა ჩემ კლასელებთან შედარებით ჩემი ხატვა რა მოსატანია, იმიტომ რომ ჩემი კლასელები ძალიან ცნობილი მხატვრები გამოვიდნენ შემდეგ და ძინ ბავშვობიდან უკვე ძალიან დიდი მხატვრები იყვნენ, მე ესე მეჩვენებოდა. მაგრამ ერთ დღეს მოხდა ისე, რომ წაეწყო ერთმანეთზე ესეთი შემთხვევები, როდესაც მე ურთიერთობა მომიწია ჩემი მშობლების მადლნაბკურებ ხალხთან. იმ ხალხთან, ვინც მორჩენილი ყავდათ ჩემ მშობლებს. და იცით ეს რამხელა სიამაყის გრძნობა იყო და შეძახილმაც თავის მხრივ იმანაც, რომ ჩემთვის ყოველთვის კაცის იდეალი იყო მამა ჩემი. რატომღაც ამან გადაწყვიტა, რომ მე საბოლოო ჯამში სამედიცინოში ჩავაბარე. ძალიან ცნობილი ექიმი ხარ და წარმატებით მიუძღვებით საკუთარ საქმეს. როგორ გითხრათ აბა? ბატონო ჯონი, მე მაინტერესებს თქვენ როგორი მოსწავლე იყავით და რა იყო თქვენი საყვარელი საგანი? რო გითხრათ, ვარსკვლავებს ვეთამაშებოდი თქო, ასე არ იყო, თუმცა ცუდი მოწაფე არ ყოფილვარ. და თანაც მინდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ჩემ სკოლაში მუშაობდა ჩემი დეიდა. ჩემი იმჟამად გაუთხოვარი დეიდა, რომელიც გესტაპოსავით მადგა თავზე. და გინდა არ გინდა ყალთაბანდობა ხშირად არ გამომდიოდა. მქონდა ძალიან დიდი სურვილი. აიცით რა იყო, აი მაგ ხრივად ძალიან შეზღუდული ვიყავი, იმიტომ რომ ჩემ კლასში ისე იყო, რომ რამდენიმე მასწავლებლის შვილი სწავლობდა და მეც გავდიოდი მასწავლებლის შვილების კატეგორიაში და ჩვენ დაჩაგრულები ვიყავით იმ თვალსაზრისით, რომ თუ შატალოზე წასვლა იყო ყველაზე მეტად ჩვენ უნდა დავჟილიყავით, ან ისე აი ამ მასწავლებლებს ვის
ვისშვილებადაც ვითვლებოდით, იმათ ხვდებოდათ ძალიან წარ, თუმცა კლასს არ ვაკლდებოდი, სიმართლე გითხრათ, ხშირად. შატალოც არ მაკლდა და რა შეხება ახლა სკოლაში სწავლას. აქ თქვენის ნებართვით 2 წუთით შევჩერდები, იმიტომ რომ აი ფანტასტიკური კლასი მყავდა. გადასარევი, ეგეთი ნიჭიერი ხალხი ერთად შეკრებილი, მე სხვა კლასებში რატომღაც არ ვიცი, შეიძლება მე პატრიოტი ვარ ჩემი კლასის. და ჩემი მეგობრები დღემდე ჩემი საფიცარი მეგობრები არიან. და ძალიან ცნობილი ხალხიცაა, მინდა გითხრათ. და ამ ხალხის მაგასაც ჩამოგეთვლით. კი, რა თქმა უნდა. მაგასაც მოგიყვებით. და რა იყო იცით, რომ ამათ უკვე თავის ასაკთან შეუფერებელი ისეთი განათლების დონე ჰქონდათ, რომ შე რაღაცით რომ ჩამორჩენილიყავი უკვე ძალიან დიდი სირცხვილი იყო და თან არ დაივიწყოთ, რომ ის ბავშვური ცინიზმიც არსებობდა, რომ შე თუ რაღაცით ჩამორჩები, გინდა განათლებაში, გინდა სხვა რაღაცებში, გინდა ქცევაში, უკვე შეიძლება მასხრა დაგიგდო და ეს უკვე თავმოყარეობაზე ძალიან მოქმედება. ხო, სიმართლე გითხრათ, აი ჩემ თქვენ ძალიან ხა ბევრი ვილაპარაკე და პირდაპირ არ გავეცი კითხვას პასუხი. ჩემი საყვარელი საგნები, ნუ ხატვა და ხაზვა რა თქმა უნდა, ეხა ყველა ბავშვისთვის საყვარელი იყო, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარდა ქართული. და გეტყვით რატომ? მე მინდა დავიფიცო, რომ მე მყავდა მსოფლიოში ყველაზე კარგი მასწავლებელი ქართულში და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჩვენთვის, აი მთელი პირველი სკოლისათვის თვალსაჩინო ადამიანი კი არა, მთელი საქართველოსთვის ბაია ფუტურიძე. რომელმაც ისეთი აუღებელი ციხესიმაგრეებისგან, როგორც ჩვენ ვიყავით აქცია პოეზიის მოყვარულთა მთელი საზოგადოება. და რატომ იცით, რომ ნიშანს არ გაღირსებდა ისე, თუ შენ არ ქონდა რვეული, რასაც ერქვა ჩემი საყვარელი ლექსი და კვირაში ერთხელ შენ ვალდებული იყავი ჩაგეწერა ეს ლექსი, საიდანაც გესწავლა და გაკვეთილთან ერთად ჩაგებარებინა. ეს თავიდან რაღაც ესეთი მენტორული იძულების პოზა იყო, თუმცა მერე ჩვენ დავაგემოვნეთ ამის ხიბლი და უკვე უხერხულიც იყო, რომ იქ დარე პოეზია აგვეღო, ვიმაეზე ნაკლები ლექსი გვესწავლა, ამან გარკვეულწილად ასე ვთქვათ გაგვთალა და როგორც აი იუველირი აკეთებს იმ პატარა გრანებს ბრილიანტზე, აი რაღაცა ეს ბრილიანტი ჩაგვიდო თავში, რასაც პოეზიის სიყვარული ქვია და მე ეს პოეზიის სიყვარული გავრცელდა და როდესაც ეს გიყვარს უკვე გარკვეულწილად ესთეტი ხდები. და მე საოცარი ის იყო, რომ ქალბატონ ბაიასთვის, ბაია მასწავლებლისთვის, ოდნავ კარგად რო წაგეკითხა ლექსი წერტილმძიმე, სადაც საჭირო იქ დაგესო, შენ მისთვის უკვე პოეზია, უკვე მხატვრული კითხვის დიდო სტატი იყავი და სულიად შემთხვევით აი ესეთნაირად მოეწონა ჩემი რამდენიმე წაკითხული ლექსი და მიმაბარა ერთი ძალიან მოხუცი ქალი დადიოდა ყოფილი მასწავლებელი ჩვენი სკოლის ბაბო მჭედლიძე, რომელიც იყო მართლა ლეგენდარული პიროვნება და ასწავლიდა ისეთ მოწაფეები ყავდა, როგორც გახდათ კოტე მახარაძე, როგორც მედია ჩახავა და ასე შემდეგ და მთელი თაობები აღზარდა, ბადრი კობახიძე და ასე შემდეგ მთელი თაობები აღზარდა, რომელთაგანაც ცნობილი არტისტები დადგნენ. და ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ასეთ ქალს შაუვარდი ხელში, რომელსაც ყურში ძალიან ცუდად ესმოდა. დაჯდებოდა ბოლო რიგში. მე დამაყენებდა წინ ხან კლუბის სცენაზე ხან უბრალოდ და მაიძულებდა რომ რაღაცა წამეკითხა. ნუ იმ შემთხვევაში კითხულობდი ლია ჭავჭავაძიდან ასეთ მონოლოგი იყო კაცი ადამიანიდან. დავიწყებდი რაღაცის კითხვას და გამაჩერებდა. ვერ გავიგე, აბა დავიწყეთ თავიდან, მივიდოდი მე ვერ გავიგე. და აი ამ მეტყველებამ რაღაცა ფორმა ნახა, თორე ჩემთვის რომ მოგესმინათ, როგორ მეტყველებდი, ბიგდა ესეთი მეტყველება მქონდა. და ესეთი ამბავი. ახლა რა შეხება კლასელებს? ბატონო, ჩვენ შეგაწყვეტეთ და რაიმე ლექსიო წაგუკითხოთ, ახლა სპონტანურად და შეიძლება. სიამოვნებით. გაგეხარდებათ ახლა. მოდით მაშინ ისე იმ ბავშვობიდან, რაც აი მაშინ რო შემოვიდა ჩემში და შემოვიდა ანა კალანდაძესთან ერთად. შეხედე, ძალიან ლურჯი და უსაბამო. ცას შერევია თეთრი ღრუბელი, ცამხვაშიადი რატომ დამალოს. ჩამოფრინდები შენს ლურჯ რტოებზე, ჩამოფრინდები ესამონო. და მე ვუმღერებ შენს წვრილ ყვავილებს, მე ვიმღერებ მხოლოდ ისე უსაზღვროდ მინდა სიმღერა, როგორც ამ ლურჯცას არ აქვს ბოლო. და თუ მე ხშირად გავყვები ღრუბლებს, ვარდისფერ ღრუბლებს, კარვით მალებს, ნუ შეშინდები, ვით მოგშორდები, სად გავექცევი შენს ლამაზ თვალებს.
შეხედე. ძალიან ლურჯი დაუსაბამო. ცაშერევია თეთრი ღრუბელი. მე ხვაშიათი რატომ დავმალო? ჩამოფრინდები შენს ლურჯტოებზე. ჩამოფრინდები იასამანო. ძალიან დიდი მადლობა ლამაზი ლექსისათვის. ბატონო ჯონი, გავნაგრძოთ საუბარი. კი ბატონო. ყველაზე საუბრობთ, მე მგონი. ხო, აი ხა მე უნდა ვიამაყო და ძალიან მაგარი ხალხი ჩამოგითვალოთ. მამუკა აბაიშვილი დღემდე კანადაში ცხოვრობს და საკმაოდ თვალსაჩინო კიბერნეტიკოსი გახლავთ ჩემო ბატონო. რეზო ბოჭორიშვილი მსოფლიო ევროპის გინეკოლოგთა ათეულში შედის. მასზე იმედის გმირებმაც გააკეთა ცალკე გადაცემა. მარინა ჯიმშელეიშვილი, ეგრეთ წოდებული ცუნცულა. დღემდე 50 წლისები ვართ და ცუნცულას ვეძახით. გახლავთ საქართველოს ტელევიზიის რუსულ გადაცემათა რედაქციის წამყვანი სპეციალისტი და თუ არ ვცდებ თავდამთავარი რედაქტორი უნდა იყოს და ძალიან ცნობილი ჟურნალისტია. ტელევიზიის ერთ-ერთი ჭირნახული გახლავთ ესეთი. ნინო ბურკაძე არის ძალიან ცნობილი მხატვარი. ნინო ბურკაძე არის ბატონო ვარსკვლავის კლასი იყავით. ნუ ახლა გამოვიდა ეგრე რომ კი ესე ყოფილა. გუგა კოტედიშვილიც მაგონი თქმა არ უნდა ვინ არის და რა არის. ლევან გორდეზიანი პროფესორი გახლავთ, ჩემო ბატონო ისტორიკოსი და გორდეზიანების დიდი გვარის ჩამომავალი ერთ დროს უნივერსიტეტის პრორექტორიც გახდა და დღეს კათედრაზე ნუ საკმაოდ ცნობილი ისტორიკოსია. მარინა მიზანდარი მინისტრის მოადგილე გახლავთ ბატონო კულტურის. რა ვქნა ახლა მეტი ხო თამრიკოს ხვიტარიძე ცალკე თემა თამრიკოს ხვიტარიძე არის ადამიანი რომელმაც შექმნა ბასტი ბუბუ და რომელმაც აი ჩემი იმ პერიოდში როდესაც თბილისის ომი ანგრევდა ქვეყანას და დაქცეული იყო თამრიკომ საქართველოს აჩუქა ბასტი ბუბუ როდესაც ჩვენ ჩავრთეთ ტელევიზორი და ამ ომის შემდეგ ნანგრევებზე ანგელოზების სიმღერა მოვისმინეთ აი რა გითხავთ აი ეს არის საოცრება იყო წავიწიოთ დღემდეს ბასტბუბუ ყველაზე პოპულარული არის. დიახ და თამრიკოს ხვიტარიძის წილი აქ არის ლომის წილი. მერე გარდა ამისა, ცალკე ექიმების პლეადა ბატონო, სულიკო ჩხიკვიშვილი, ჩემო ბატონო, მაია ბურჭულაძე, რა ვიცი ხა, ბევრი მინდა, ყველას მინდა, მეშინია ვანო მახარობლიძე, ბიზნესმენი გახლავთ, ნუკრიმ გალობლიშვილია კაცი, რომელმაც შექმნა რესტორნების ქსელი, საზანდარი და რა ვიცი აბა ძალიან დიდი რესტორატორი გახლავთ. სამწუხაროდ ბევრი აღარ არის. ძალიან ბევრი ჩვენთვის ის უკვე ძალიან ბევრია. და მეშინია ვინმე გამორჩეს და შეიძლება გამლახონ მე დამიჭერე. ბატონო ჯონეს ბოლოს არის ამბები, პერანგები და ტრადიციად არის უკვე და აი თქვენ თუ გაქვთ ეს შენახული მაგ რას ამბობთ? აი რო გადმოიგებთ ხოლმე რაგანც დაგეუბნებათ. ვაიმე რა გითხრათ? ყველს სასაცილო წარწერა თუ გახსოვთ რაიმე ისეთი. სასაცილო იყო ყველა თავიდან ბოლომდე და რაღაცა საშინელებებს ვაწერდით ხოლმე ერთმანეთს. რაც თავარია ნახატები არის შენახული. შენახული და ნუ სამწუხაროდ ახლა თეთრი პერანგის ერთ-ერთი ცუდი თვისება ისა რომ ერთი დღე თუ გაცვია მეორე დღე იმას ვერ ჩაიცვამ და კისერი არის ჩაჟანგებული უკვე ის რო გაეგერეცხა გამოვიდოდა ყველაფერი ხო და გამოვიტან ასე შევხედავ მაგარეცხა თეთრი ხო მაგრამ მის წარწერები რო წავა მე თავისად ანუ გავიხო მათეთრები გათეთრდება მე და ეს არის ჩემთვის რელიკვია და ისეთი კარგი წარწერები ბევრი მასწავლებლის რომლებიც დღეს ცოცხალი სამწუხაროდ არ არის ერთ სამ კაცს მე თვითონ დაუხატე ზურგზე რაღაცეები ზოგს რა მე ვეფხვი მეხატა მაგალითად ეს იყო ესოს რეკლამა მაშინ ამერიკის ჟურნალია ის ხშირად არ გამოდიოდა ჟურნალი ამერიკა და იქიდან გადავხატე ესო არის ესეთი დიდი ავტო კომპანია და იმის რეკლამაა ძალიან ლამაზი ვეფხვი რომელიც თხილამურებით ხტებოდა ტრამპლინიდან და goodbye ეწერა goodbye school ხო ნუ რაღაც ესეთები წინ თვარე და ის ხო მინდა გითხრათ ჩარჩენ თუ არ ვწდები. ჩარჩენ თუ რამოს ეს არის ხელუხლებელი მაგის გადაგდება როგორ შეიძლება ეს არის ჩემი სულის ხორცის და ჩემი ისტორიის ნაწილია. ხო და ისე კარგად მახსოვს ეს ბოლო ზარიც. არჩეულებრივი დღე იყო. ყველას ყველა გვიყვარდა. ისიც ვისთანაც ნაჩხუბრებიც ვიყავით. საყოველთაო შერიგება მე წავედით თუ არ ვწდები ირაჟღენთან. ხო ირინა ჟღენტი სულ დამავიწყდა რეჟისორი კაცო.
ხო და ირაჟღენთან წავედით აგარაგზე წყნეთში და მაგარი დრო ვატარეთ იქაც. მე ეს 2 დღიანი ექსკურსია ყველგან მიღებულია, მე მგონი ყველა სკოლაში არა. ზოგან კი ზოგან არა. მიღებულია ნამდვილად. ხო, ნუ ეს ხო მართლა საოცარი დღეები და წუთები და ცით რა არის ის ხალხი ერთად რო ვიკრიბებით კლასელები. რამდენი ვიკრიბებით? ყველაზე ბედნიერი წუთებია ეს. ხო, იმიტომ ერთი გადარეული ყავს თამრიკო გელაშვილი, რომელიც გერმანიის მოქალაქეა და იქ ცხოვრობს, იქ არის გათხოვილი. და წარმოიდგინეთ, თამრიკო თუ არ ჩამოვიდა, ისე ჩვენ ერთმანეთს არ ხვდებით ხოლმე, როგორ არ ხვდებით? თან ნანა ჭანტურია, კომპოზიტორი ნანა ჭანტურია, უნდა ვთქვათ, სულ გამოვიდა ადამ აპატიე. თუ მოფრინდა მერე, გინდა დაიჯერე. აი ეს ნანა სიმღერაა. ცნობილი კვარტეტი იყო ალბომები, რომელსაც ნანა ხელმძღვანელობდა და ნანა უკრიბავს ხოლმე. ნანა დაიწყებს, მერე მე ჩავერთები, მერე ვანო მახარობლიძე, მერე გოგოები სულ ყველა ერთად მოვედებით და თავარია ეს რომ ის მოდის. თამრიკო გელაშვილი გიჟი მოდის და ვაი თუ არ დავხვდით და ესე ვიკრიბებით. და ხო აი უკვე ნახევარი საუკუნე მოგვილამუნა და წარმოიდგინეთ ისე უტვინო ბავშვები ხვდებით როცა ერთმანეთს ხვდებით ერთმანეთს ლაპარაკს არ ვაცლით ყვირივართ ვოხუნჯობთ ნუ ხუმრობები და მაიმუნობები სასაცილო ამბები სკოლის ისტორიიდან ერთ-ერთი რომელი ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ რომელი იყო ერთი ცელკი ყავდა აცხონოს ღმერთმა ლევან ყიფიანი დღეს ცოცხალი აღარ არის თუ ლევანი ყოველთვის აუღებელი ციხესიმაგრე იყო და სულ ჭხუბი და სულ დაკადაკაში ვიყავით ერთმანეთთან ყველასთან და ჩვენმა დამრიგებელმა ქალბატონმა ნანული რატიანმა მოკიდა ხელი და მოისროლა გარეთ და დაისვენა აი ზუსტად არ გასულა 20 წუთი რომ კარი გაიღო და ლევანის შემოისროლეს უკან თურმე შესულა პიონერთა ოთახი არსებობდა ასეთი აუღია ეს ტრუბა გააყრუა ყველაფერი და ყველა და დირექტორის მოადგილემ დაიჭირა და შემოაგდო უკან. ამას ქვია კარდა გააგდო ფაჯიდან შემოგივარდებაო. ბატონო ჯონ ცოტა მითხ გადავიდეთ თქვენ პროფესიაზე. ანუ მოგვიყევით რა ექიმი ბრძანდებით თქვენ და თქვენი პროფესიის შესახებ მოგვიყევით. როგორ გითხართ? აი მე ვარ დავამთავრე პედიატრიული ფაკულტეტი. და ჩემი სურვილი ის იყო რომ ბავშვობიდან კი არა თუ როცა ვაბარებდი უკვე განსაზღვრული იყო რომ მიმიდოდა ბავშვთა ნევროლოგი გამოსულიყავი და აი აქეთკენ ნაბიჯ მივიწევდი ხან ისე ხან ასე და მე მყავდა ფანტასტიკური პედაგოგები ნუ ჩემი ხელმძღვანელი იყო აი საქვეყნო ცნობილი ბავშვთა ნევროლოგი ბატონი გია ნატრიაშვილი პრესოცხლები აღარ არიან სხვათა შორის ბატონი ბიძინა მინდაძე მინდა გავიხსენო ქალბატონი ნანა გელაძე ცოცხალია და კარგად არის და ფანტასტიკურად გამოიყურება და დიდხანს ყოფნა მინდა ჯანმრთელობა და ბედნიერება და ისეთი ლამაზი ამყოფოს როგორც დღეს არის ნოდარ ქავთარაძე უდიდესი მეცნიერი ესენი იყვნენ ჩემი მასწავლებლები თამას ნადირაძე იყო კიდევ აცხონოს ღმერთმა ჩვენი განყოფილების გამგე რომელმაც ეს პატარა ბიჭი მაშინ პატარა ბიჭი ვიყავ გვერდით ამომიყენეს და ყველანაირად ამუტვინო თავში გააპეს თავი და ჩადეს ცოდნა და უფრო მეცას გეტყვით მე ხშირად ვამბობ ხოლმე არის ასეთი იშვიათი დაავადება ფენილკეტონურია რომელიც პატარა ბავშვთა ასაკში იჩენს თავს და ამ დიაგნოზის დასმა მე გია ნატრიაშვილმა მასწავლა იცით როგორ საშრობები ახლა აღარ გამოდის მაგრამ საშრობები თუ გახსოვთ არსებობს ასეთი ქაღალდი აი ეს მომატანინა რამდენიმე წელი დაასვლა ამ ბავშვის შარდში და ეს მე დამქონდა რომ იმას სპეციფიური სუნი აქვს რომ მარტო ყნოსვითაც კი შემეძლო დიაგნოზის დასმა და ეს ბატონი გიას რაღაცა სხვა მომენტი იყო და მოხდა ისეთნაირად რომ ეს იშვიათი დაავადება იშვიათად ჩდება და ორმა დაავადებამ მართლა ჩემხელში გაიარა და იმ წუთში რომ დავსვით დიაგნოზი, ეს რა თქმა უნდა ბატონი გიას გამარჯვება იყო პირველ რიგში. ჩემ დროს სამწუხაროდ მოხდა ისეთი რომ არსებობდა განაწილება. სამწუხაროდ კი არა საბედნიეროდ ალბათ არსებობდა და მე გამანაწილეს რაიონში. მაგრამ სამწუხაროდ რომ ჩავედი იქ ჩემი ადგილი სხვას ჰქონდა შეთავსებული და ამიტომ ბევრი ძებნის და იმის შემდეგ როდესაც ჩემი ადგილი აღარ აღმოჩნდა ბავშვთა ნევროლოგიაში, სადაც ვიშოვე ადგილი, ასე ვთქვათ. იქ დავიწყე, მე კვალიფიკაცია გავიარე და შემდეგ გავხდი ნარკოლოგი.
ნარკოლოგი და დღემდე ნარკოლოგი მქვია სამწუხაროდ მე დღეს უკვე პრაქტიკულ მუშაობას აღარ ვეწევი თუმცა ის პერიოდი როდესაც მე ნარკოლოგობდი იყო ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი ძალიან ლამაზი პერიოდი იმიტომ რომ მე მყავდა არაჩვეულებრივი მთავარი ექიმი ვინც საერთოდ მასავით მიმიღო პატარა ძმასავით ბატონო ზურა შენგელე ბატონო ირინა ამნიაშვილი ჩემ განყოფილების გამგე იყო კახა გვასალია ამათმა მე ბევრი რამე მასწავლეს და მე იმ ცოდნით მოვდივარ დღემდე თუმცა სამწუხაროდ დღეს უკვე მე უკვე როგორც პრაქტიკოსი ექიმი აღარ ვარ იმიტომ რომ უკვე გადავედი საორგანიზაციო მუშაობაში ვიყავი ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მთავარმრჩეველი პრესცენტრის ხელმძღვანელი საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის დირექტორი მე ერთ-ერთი საავადმყოფოს მთავარი ექიმი ვიყავი და დღეს ხელმძღვანელობ მედიცინის მუშაკთა პროგრამში. დიახ. ბატონო ჯონი მინდა რჩევები მოგცეთ მოზარდებს და ამით ავსრულებთ დღევანდელ ჩვენ გადაცემას. რას გვერჩევთ მოზარდებს? თქვენ მე ძალიან ჭკვიანი ხო არ გონივართ? რაც არის გეტყვი ჩემო კარგო. ერთადერთი რაც მე მინდა რაც გულს მტკენს მე ამას ჩემ შვილებში ვხედავ და საერთოდ თაობაში ბედნიერია რომ მარტო ჩემი შვილის დაავადება და ამ ჩემი თაობის დაავადება ჩემი შვილების და ეს არ არის და არამედ მთელი თაობის თუმცა ეს ბედნიერება კი არა ეს უბედურება მე მინდა ყველას ერთი რამ ურჩიო რა თქმა უნდა ფანტასტიკურია კომპიუტერი ინტერნეტი ტექნიკა წიგნის გარეშე ხალხო არაფერი არ გამოგივათ ამ ქვეყანაზე თუ თქვენ გინდათ ვინმეზე უფრო მეტად წიგნიერები იყოთ თუ თქვენ გინდათ ელემენტარულად განსჯის უნარი გქონდეთ წიგნი არის თქვენი პირველი მასწავლებელი პირველი მეგობარი პირველი თანამეინახე და ის რომელიც აზროვნებას გივარჯიშებს სხვა ამ შემთხვევაში ვერაფერი ისე ვერ წაგადგებათ ცხოვრებაში როგორც წიგნთან მეგობრობა მე ამ წუთში წიგნს ზოგადად ვამბობ თორე ადამიანი ყველაფერში უნდა იყოს განათლებული იყო ასეთი ძალიან დიდი მეცნიერი რუსი მეცნიერი ივანე ტიმირიაზევი ბოტანიკოსი იყო მსოფლიო დონის ბოტანიკოსი და მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოტანიკოსი გახდა და მას აქვს ესეთი სიტყვები მაპატეთ მე რუსულად ვიტყვი каждый должен знать всё кое о чем и кое-что обо всем ანუ ადამიანმა ყველაფერზე რაღაცა უნდა იცოდეს მაგრამ არის რაღაცა რაზე ჩემ ყველაფერი უნდა იცოდე და მინდა რომ ჩემი მომავალი ჩვენი მომავალი თაობა იყოს ყველაზე თელსოფლოში ყველაზე ნიჭიერი ყველაზე ნიჭიერი ისედაც არის ყველაზე განათლებული და წიგნიერი და მე იცით რა არის კიდევ ერთი იყოს ძალიან ლაღი ძალიან თავისუფალი და სულიერება არაკლია მაგრამ ეკლესიასთან იმეგობრონ ძალიან დიდი მადლობა ბატონო ჯონი საინტერესო საუბრისათვის საიდუმლოებებით გაგვიმხილეთ თქვენი კლასის შესახებ ძირფას ტელემოყურებლებო დღევანდელი ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ჯონი ჯანაშია მედიცინის მუშაკთა პროკავშირების პრეზიდენტი და გადაცემა ალუბრის ქუჩა და ანავარსკი გემშვიდობოთ მომავალ შეხვედრამდე დროებით